არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება ყოფილი პატიმრის ვლადიმერ თოდაძის საქმის ხელახალ გამოძიებას და სასჯელ ახსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადიციას ითხოვს. ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჭულუხიძის თქმით, საქმე უკვე პროკურატურას გადაეცა და სულ მალე მას სასამართლო განიხილავს. ბატონი ვლადიმერი წარმოადგენს იმ რეჟიმის მსხვერპლს, რომელიც სინახელისუფლებაში არსებობდა. მან დაწვრილებით მოგვიყვა თუ როგორ მოხდა მისი დააკავება ჭაკუას მითითებით, როგორ მიიღეს მისგან აღიარებითი ჩვენება და შემდეგ როგორ თავაზობდნენ მას ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დავალებით კონკრეტულ პირების დასახელების შემთხვევაში განრიდების გაფორმებას. მოთხოვნა არის ჩემი, რომ ჩემს არსებულ სისხლისამართლის საქმეზე რითაც შემდეგ შეიკერა საქმე და ციხეში ჩამსვეს, მართლაც 2 წელი განმისაზღვრეს, ხელახალი გამოძიების ჩატარება და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და შესაბამისად იმ პირების დასჯა, ვისი უშუალო მითითებით მოხდა აღნიშნული საქმის შეკერვა.